კორიმ თქვა, რომ სურს ამ ბრძოლაში იყოს აგრესიული და თეიქდაუნში შენი გადაყვანაც კი სცადოს. რა პასუხს გასცემდი ამას? ეს აბსოლუტურად რეალისტური სცენარია. მის სიტყვებს სერიოზულად აღვიქვამ, რადგან ის სრულყოფილი MMA-ის მებრძოლია. კარგად გვახსოვს, როგორ განახორციელა ეს გეგმა ჩიტო ვერას წინააღმდეგ. ჩიტო ვერა პარტერში გადაყავდა და მუდმივად ზემოდან კონტროლში იყო. ამიტომაც დიახ, შესაძლებელია, რომ ჩემი წაქცევა სცადოს. თუმცა მზად დახვდები და პასუხსაც გავცემ. ხსმენია შენი მეტოქეების საუბარი ბრძოლის დროს არსებულ ტრავმებს და შენ კი გიბრძოლია მოტეხილი ხელით, ინფექციით და წვივის პრობლემით. თუმცა ყოველთვის გირჩევნია, რომ ამ პრობლემებზე არ ვისაუბრო. რატომ ირჩევ ამ გზას? Why do you choose not to talk about those injuries? Yes, because I'm a fighter and იმიტომ რომ მე მებრძოლი ვარ და თავს არასოდეს ვიმართლებ. რაც არ უნდა მოხდეს, თუ ბრძოლა ჩანიშნულია, უკან არ დავიხევ. ბრძოლა არასოდეს გამიუქმებია, არც თავი გამიმართლებია. I don't make excuse and if it's something ხოლო თუ რაღაც პატარა ტრავმაა, რომელიც ბრძოლაზე გავლენას არ მოახდენს. გახსოვთ არა, შემთხვევით რომ დავპოსტე და დანა ვაითი გაობრაზა. არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ ნახულობს ინსტაგრამზე, არც კი ვკავარ გამოწერილი. არ ვიცი როგორღაც დანა ვაითი მაინც ნახულობს ჩემს სტორიებს, ლაივებს და შესაბამისად მოტეხილ თითსა თუ გაჭრილ წარბს. თუმცა დიახ, თუ ტრავმა სერიოზულია, საიდუმლოდ ვინახავ და ამის შესახებ არავინ არ უნდა იცოდეს. ასეა თუ ისე, მე მებრძოლი ვარ და ოქტაგონში მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გამოვცხადდები. Thank you, Mirab. მადლობა მერაბ გაფასებ.